საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია აგრძელებს მუშაობას. დღეს გვექნება შეხვედრა ბორჯომში და გორში მოსახლეობასთან, იმისთვის რომ გავაცნოთ კონსტიტუციური კანონის პროექტი და ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას შეეხება. ის გამოწვევები, რომელიც დღესდღეობით მთლიანად სხვადასხვა ქვეყანაში დგას და მათ შორის საქართველოსაც ნელ-ნელა უდგება ეს გამოწვევები, მნიშვნელოვანი არის, რომ მას დროულად უპასუხოთ. ამ განხილვების პროცესში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირა რაც მიდის, ჩვენ ხედავთ, რომ მოსახლეობას კარგად ესმის საჭიროება, რომ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოში არის, მნიშვნელოვანია, რომ იქნეს დაცული, LGBT პროპაგანდის შესაზღუდად მნიშვნელოვანია არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო და ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ამ კონსტიტუციურ კანონში არის გაწერილი, არის სრულად თანხვედრაში როგორც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან, ისე იმ კონსტიტუციურ პრინციპებთან, რომელსაც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფო, სადაც ერთის მხრივ უფლებების დაცვა არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ ჩვენ საუკეთესო სტანდარტები გვაქვს და მეორეს მხრივ პროპაგანდა, რეკლამირება ასეთი საკითხებისა უნდა იყოს მოქცეული სამართლებრივ ჩარჩოში. როცა საუბრობთ ოპოზიციაზე, ჩვენ საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე და ეს სწორედ ნაციონალურ მოძრაობის სტილია, რაც ჩვენ ნახეთ, ფარული ჩანაწერები, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, რომელიც როგორც ჩანს გამოიყენებოდა შემდეგ შანტაჟისთვის. ეს არის ზუსტად ნაციონალურ მოძრაობის ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ, როდესაც მთელი ბაზა ჰქონდა შექმნილი ვიდეო ფაილებისა, რომელსაც შემდეგ აშანტაჟებდნენ ადამიანებს და ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, მათი საცეცები ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს და მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ, რომ შეიარაღებული სამინისტრომ შეისწავლოს ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაცა კერძო ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვის ინტიმური ცხოვრების სამსახველი კადრები, არამედ აქ დგას ცალსახად რაღაც მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილში არის, იმისთვის რომ აშანტაჟონ ადამიანები და ითქვა კიდევაც, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც არიან მათ შორის ამ შანტაჟის ობიექტები და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი ამ დანაშაულისა იქნეს გარკვეული. განსაკუთრებით ამაზენის სახით არის მათ შორის ეს დანაშაული ჩადენილი, როგორც ჩანს, როდესაც როდესაც ასე ვთქვათ ხდებოდა შეტყუება ადამიანების და მათი შემდეგ ფარული ჩაწერა. რაჩხევა ოპოზიციის განცხადებას შეგიძლია ეს რამდება? ანუ ჩვენ ვხედავთ მათ შორის იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულები იყენებენ დუმილის უფლებას და როგორც ჩანს, ასეც აჩვენებს, რომ არ აქვთ სამართლებელი ბევრი რამ და ასევე შეიარაღებული სამინისტრომ თქვა, მათ შორის ერთ-ერთი მონაწილეობით არის ეს კადრები ამ ადამიანის მეუღლის მონაწილეობით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ამ დანაშაულის ამასზენობას და აქ ახლა რა შეთქმულება შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც თავად ბრალდებულები მონაწილეობენ ამ ვიდეო ფაილებში. ერთ-ერთი საკითხი კიდე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვნახეთ, რომ დაკავების დროს თუ სპონტანურად უცებ, როგორ დაორგანიზდა ის ადამიანები, რომლებიც არიან დღესდღეობით ამ ეგრეთ წოდებული სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერები და თავად უჩა აბაშიძეც გამოცხადებული ყავდათ მათ როგორც ამ სამოქალაქო პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი და ვნახეთ, რომ ისინი ცდილობდნენ ხელი შეეშალათ პოლიციისთვის მის დაკავებაში. როგორც ჩანს, ეს არის გარკვეული კავშირები არსებობს და ამიტომაც როგორც ჩანს, გარკვეულმა პირებმა იცოდნენ თუ რასთან ჰქონდათ საქმე და რა ასე ვთქვათ დანაშაული იქნებოდა გამომჟღავნებული
და ამიტომაც იყო ასეთი არაადეკვატური რეაქცია და სწრაფი ორგანიზება ადამიანების დიდი რაოდენობისა, იმისთვის რომ ხელი შეეშალათ პოლიციისთვის და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს აი ამ აქტივიზმის ლიდერების და ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენ ბევრი გამომსარჩლებელი ყავდა და გასაკვირია არის რომ დღემდე ყავს ამ ადამიანს მაშინ როდესაც გაიგვა კიდევ ერთხელ რომ სპეცსამსახურების მეთოდით შანტაჟის მიზნით აგროვებდა ადამიანებზე კომპრომატებს. ამერიკელი კონგრესმენების წევრებსაც უნდა ვიკითხოთ, ნუნჯერია საუბრობს ამაზე, რომ ჩვენ ტელეკომპანია იმედი ვიმალავთ ამ წერილს, ამ წერილის შინაარს, ერთი რომ შეაფასოთ თავად ეს წერილი და შემდეგ ნუნჯერიას მსგავსი მოსაზრებაც. რა უნდა იყოს დასამალი ხა კრიტიკული მოსაზრებები რო გვესმის ეს მე მგონი ყველა ხვდება საქმე იმაშია ისო უცხოური გავლენის გამჭვირვალობა არ შედის უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობა არ შედის უცხო ქვეყნების ინტერესში ხა ეს ხო ბუნებრივი არის ეს კანონი არის ქართული ხალხის ინტერესით მისაღები კანონი თორე უცხო ქვეყნებს რომ არ აქვთ ინტერესი რომ მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე ეს ბუნებრივია არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ რომ მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე საქართველოში. ამას ჩვენ ხედავთ და ეს არის სამწუხარო. მათ შორის კონგრესმენების წერილს რაც შეეხება და სხვა განცხადებებს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა უზრუნველყოს ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა და რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს, ნაცვლად ამისა, რომ უზრუნველყონ ამის გამჭვირვალება, ხედავთ, რომ პირიქით ხელსაფარებენ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატების ბიუჯეტის ფარულ ხარჯვას საქართველოში და კრიტიკას გამოთქვამენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელსაც სურს რომ იცოდეს რაში იხარჯება ამერიკული ფული საქართველოში. ისევე როგორც უნდა იცოდეს რაში იხარჯება ევროპული ფული საქართველოში და ცოტა აბსურდული მდგომარეობა არის ნაცვლად იმისა, რომ ევროპულმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის ეს სურვილი და წუხილი რომ მათ ქვეყანაში შემოდის ამერიკული და ევროპული ფული და უჩუმრად იხარჯება პოლიტიკურ აქტივობებში და გაიგონ ეს წუხილი და უზრუნველყონ ამ ფონდების გამჭვირვალობა ნაცვლად ამისა ჩვენ ხედავთ რომ არის წახალისება დეზინფორმაციული კამპანიისა ამ კანონის წინააღმდეგ და იმისთვის რომ საბოლოო ჯამში რაღაც ისტერია დაითესოს საზოგადოებაში კანონზეც ბარემ ამოვწუროთ, ხვალ უკვე იურიდიულ კომიტეტზე მოსამენოს გავა, ხვალ დღესთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, მოლოდინი როგორია? ხო, რაც შეეხება ზოგადად განლიქს ხვალ იქნება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მესამე მოსმენით, ეს გახლავთ რედაქციული ხასიათის განხილვა და აქ რაიმე დიდწილების მოლოდინი რა თქმა უნდა ან განხილვის მოლოდინი რა თქმა უნდა არ არის. რაც შეეხება პლენარულ სხდომას განხილვას, უკვე სამშაბათს იქნება ეს პლენარულ სხდომაზე. ასე რომ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არის ცნობილი. სამწუხაროა რომ ამდენი კვირის განმავლობაში შიგნით ოპოზიცია რომ ამას არ გამოიყენებდა გასაგებია, მაგრამ განსაკუთრებით უცხოელმა აქტორებმა, ნაცვლად იმისა, თუ კი რაიმე სათქმელი ჰქონდათ ან რეკომენდაცია ეთქვათ ეს, ნაცვლად ამისა ამჯობინეს დეზინფორმაციული კამპანიის წახალისება საქართველოში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სხვა შორის 9 რეკომენდაციიდან პირველ რეკომენდაციას და პირველივე ტესტზე უცხოელი აქტორებმა ეს ტესტი ვერ ჩააბარეს და დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყეს ამ კანონის წინააღმდეგ იმისთვის რომ საზოგადოებაში განწყობები ჩამოეყალიბებინათ და არა ცოდნა ან ასე ვთქვათ განსჯა ამ კანონთან დაკავშირებით. ამიტომ ეს პოზიცია უმრავლესობის ამ მხრივ არის ცნობილი. გარდა ამისა ჩვენ თქვით კიდევაც რომ ახლა ბოლო პერიოდში დაიწყეს რატომღაც უცხოელმა აქტორებმა საუბარი იმაზე რომ თქვათ რაღაც შენიშვნები ან რაღაც რეკომენდაციები შეიძლება გქონდეთ. ნახოთ, აქამდე ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოვისმინეთ, რამეს თუ მოვისმენთ რეკომენდაციის სახით, ეს მათ შეუძლიათ ვეტოს გამოგონება. ამ თემას გავაგზავნებთ. შიდა პროტესტზე გვინდა კითხოთ 200 ამ თემას გავწყვეტ ანუ ჩვენ ნახეთ რომ აქციები რომელიც იმართებოდა პარლამენტთან საბოლოო ჯამში რადიკალური ჯგუფების მოწოდებების შემდეგ ხდებოდა
წაქეძება რომ ძალადობრივი ხასიათი მიიღოთ. მე იმედი მაქვს რომ თუ კი ვინმეს აქვს სურვილი რომ პროტესტი ან აქციაში მიიღოს მონაწილეობა და პროტესტი გამოხდეს, რა თქმა უნდა, მშვიდობიან ფორმებში ეს არის შესაძლებელი. საქართველოს კონსტიტუციით დაცული არის მშვიდობიანი პროტესტი. რა თქმა უნდა, ძალადობრივი პროტესტი არის დაუშვებელი და განსაკუთრებით მე მიმართავდი იმ დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მიერ დაფინანსებული NGO-ებიც პოლიტიკურ პარტიებთან ერთად არიან ხოლმე თანაორგანიზატორი ასეთი აქციების და სამწუხაროდ სწორედ მათი მოწოდებებით ხდება ხოლმე იქცევა შემდეგ ეს აქციები აგრესიულად და ძალადობრივად, ამიტომ დონორების პასუხისმგებლობა არის ახლა, რომ საკუთარ NGO-ებს კაცრად მიუთითონ, რომ მათ არ გადაზარდონ აქცია ძალადობრივ ფორმაში. ბატონო შალაგუში ნახეთ მშვიდობიანი აქცია, სადაც 200,000-ზე მეტი კაცო 3 და 4 კითხვა დასვეს კოლეგებმა და 5 კითხვას უპასუხებ თქვენსაც. 5-ს უპასუხებ. ძალიან დიდი ხანია. 7 ოპოზიციური პარტია აცხადებს ასეთ რაღაცას, რომ კანონის განხილვასთან დაკავშირებით ეს კანონი უნდა გაიწვიონ, არანაირი კორექტირება არ დაიშვება, გავაგრძელებთ ამ პროტესტებს, მანამ სანამ არ გაიწვევენ კანონს, თუნდაც აი ის ნაწილები კანონის სადავო პუნქტები, რაზეც აქამდე ამდენი ხანი საუბრობდნენ, აი ამ ნაწილის კორექტირების შემთხვევაში თარაპირებენ გაჩერებას. ერთ-ერთი გაჩერება იქნება იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევენ კანონს. აი ამ შემთხვევაში. სინამდვილეში საკითხი არის მარტივად. ეს კანონი ეხება უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას. შესაბამისად, აპრიორი ეს არ შედის უცხო ქვეყნების ინტერესში. და ამავე დროს შესაბამისად ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ უცხო ქვეყნების გავლენა იყოს გამჭვირვალე. ამიტომ ის, ვინც არ ემხრობა ამ კანონს, სინამდვილეში ის დგას უცხო ქვეყნების ინტერესების მხარეს, იმისთვის რომ უცხო ქვეყნების გავლენა არ იყოს გამჭვირვალე საქართველოში. ამიტომ ოპოზიციური პარტიები იქნებიან სხვა ჯგუფები, რომელიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, რომ იცოდეს თუ რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში სწორედ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში და ეს არის მათი მიზეზი. ამიტომ რა თქმა უნდა ყველაფერს შეეწინააღმდეგებიან მანამ, სადამ უცხო ქვეყნები, რომლებიც სწორედ აი ამ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას უწყობენ ხელს, არ ეტყვიან მათ რაღაც რას დათანხმდნენ და რას არ დათანხმდნენ. ისინი მოქმედებენ სრულად გარედან კარნახით. ამიტომ მე ოპოზიციური პარტიებისგან რაიმე იმედი არ მაქვს, უფრო შეიძლება უცხოელმა აქტორებმა თუ რაიმე აქვთ სათქმელი ამ კანონთან დაკავშირებით, ეს სათქმელი გვითხრან და მოусმენ. ბატონო შალაგუში და მშვიდობიან პროტესტზე გვინდა კითხოთ, სადაც არაერთი დაცვით 200,000-ზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. რას ეტყვით ამ ადამიანებს? ისევ გეპარებათ ეჭვი ახალგაზრდების ხელისუფლებაში და ვეტოს რა შემთხვევაში არ დაძლევს ქართული ოცნებად? ხო, გუშინდელების პოლიტიკური რაც შეეხება საზოგადოების განწყობას. ეს განწყობა გამოჩნდა 29 აპრილს, როდესაც 200,000 ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე და მხარი დაუჭირა როგორც ამ კანონს, ისე ზოგადად იმ მიდგომას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. ამიტომ საზოგადოების განწყობა უმრავლესობის არის ცნობილი და 29 აპრილს 200,000 ადამიანმა ეს დააფიქსირა. გარდა ამისა, მათ შორის რეგიონებში შეხვედრების დროსაც გვაქვს შესაძლებლობა რომ მოქალაქეებს ვესაუბროთ და ეს განწყობა ჩანს. ქართველი ხალხი მხარს უჭერს იმას, რომ მისი უფლება იცოდეს რაში იხარჯება უცხოური ფული, იყოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი. რაც შეეხება მათი სახელით საუბრო. მე ვსაუბრობ ქართველი ხალხის სახელით, რომელმაც როგორც საპარლამენტო მანდატი საპარლამენტო უმრავლესობას, ისე ყოველ ჯერზე, ყოველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს მხარდაჭერას. რაც შეეხება აქციას. კიდევ ერთხელ ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ, რომ მათ შორის ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ დეზინფორმაციული კამპანიის ტალღა არის მათ შორის უცხოეთიდან წარმოებული. საგნობრივი დისკუსია არის ნული. არის უბრალოდ ტრაფარეტები და სლოგანებით საუბარი, რომ რაღაცა არ შედის ევროპულ ღირებულებაში თუ არ შედის ღირებულებაში და ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებს. ეს არის აბსოლუტური ზედაპირული ლოზუნგებით საუბარი შინაარსის გარეშე და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული პედესტალიდან საუბრის მცდელობა ქართული ხალხის მიმართ, როდესაც საუბარია თითქოს რაღაცა ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. არავის არ აქვს ექსკლუზივი ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართულ ხალხთან. ქართული ხალხი არის ევროპელი ხალხი და ჩვენი ღირებულებები ზუსტადაც რომ ევროპული ღირებულებები. ამიტომ ის რაც არის ქართული ხალხის ინტერესში, ის არის ზუსტად ჩვენი ევროპული მომავლის ინტერესში. ქართული ხალხის ინტერესში არის, რომ უცხოური ფული, რომელიც აქ შემოდის, იყოს გამჭვირვალე.
არავის არ აქვს უფლება შემოვიდეს საქართველოში, ფული ხარჯოს უჩუმრად, პოლიტიკური მიზნებით და არც კი ჩათვალოს ქართველი ადამიანი ღირსად, რომ მას უთხრას რაში ხარჯავს ამ ფულს. ეს არის ზუსტად თუ კი რაიმე არის რუსული, ზუსტად ეს დამოკიდებულებაა რუსული, შემოხვიდე აქ ჩემოდნებით, ხარჯო ფული და არ უთხრა ქართულ ხალხს რაში ხარჯავ ამ ფულს. ობრაიანის ვიზიტთან დაკავშირებით ვკითხავთ, თქვენ შეხვდებით მას, რა მოლოდინები გაქვთ ზოგადად ამ ვიზიტთან დაკავშირებით? ნახე, მეც მექნება შეხვედრა, ისე როგორც პრემიერ-მინისტრს ექნება შეხვედრა, ჩვენ კიდევ მზად ვართ და ეს პერიოდი ყველა ჩვენ უცხოელ პარტნიორთან ერთად მზად ვიყავით ნებისმიერ შინაარსობრივ დისკუსიაზე და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა განვმარტავთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ამ კანონმდებლობის მიღება, კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტი კანონებს იღებს საქართველოს ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე და არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე. ერთადერთი ინტერესი, რომელიც ამოძრავებს საქართველოს პარლამენტს, ეს არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი. ასე ვკითხავთ ვიოლა პროგრამის განცხადებასთან დაკავშირებით Twitter-ზე გაავრცელა გუშინ იმ ფოტოსთან დაკავშირებით ვიოლა პროგრამმა Twitter-ზე დაწერა ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც პაველ ფეჩისკიმ გადაიღო ირაკლი ყობახიძესთან და კახა კალაძესთან ერთად ასეთ რამეს ამბობს, რატომ დავაწყებდეთ საქართველოს მთავრობას შეგრძნებას, რომ საქმე ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, რატომ მეორებს ევროკავშირის შეცდომას და სიმამაცის მატებს აკეთებს. ამას როგორ შეაფასებთ? ევროპარლამენტის პარლამენტების ამ ჯგუფთან დაკავშირებით მე სხვადასხვას ვთქვი, ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირების რეკომენდაცია არის, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფის მოსაზრებებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფი, ამიტომ ის ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართული ხალხის მეგობარი. ამიტომ არც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინაიდან მათ სიტყვას რაიმე გავლენა გადაწყვეტილებებზე არ აქვს და მეორე ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკური კორუფციისა, რომელსაც ჩვენ ხედავდით ევროპარლამენტში, მათ შორის იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები უწერდნენ შემდეგ ამ ევროპარლამენტარებს რეზოლუციების პროექტებს. ვეტოსთან დაკავშირებით მინდა და მეკითხა რაღაც დიალოგი ისმის ხშირად გუშინ წიგუში ღარიბაშვილის გამოვისმინეთ და დღეს თქვენი აზრი გვაინტერესებს რა შემთხვევაში შეიძლება არ დაძლიოს ვეტო ან თქვაც რამე ყოველშესწორებები შეიტანონ კანონში. რამდენიმე კვირა მიდის უკვე განხილვა ხომ კანონპროექტის და ყოველ ჯერზე ჩვენ როგორც უცხოელ აქტორებთან, დიპლომატებთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიას, ყველას თავაზობდით შინაარსობრივ დისკუსიას. ამის საპასუხოდ ჩვენ გვესმოდა სკანდირება, ლოზუნგები, ტრაფარეტები ყველასგან და განსაკუთრებით გასაკვირია, რომ ევროპელები ზუსტად ასე არაევროპულად იქცეოდნენ და ნაცვლად შინაარსობრივ დისკუსიისა აქ პლაკატებით ესაუბრებოდნენ ქართულ საზოგადოებას, რომ რაღაცა ღირებულებებს შეესაბამება თუ არ შეესაბამება. და თუ კი არის სურვილი, რომ შინაარსობრივად ვინმეს სათქმელი რეკომენდაცია რჩევა აქვს მოსაცემი და გასაზიარებელი, ჩვენ ამისთვის ყოველთვის ვიყავით მზად. ახლა მესამე მოსმენა არის ეს რედაქციული ხასიათის მოსმენა არის და აქ რაიმე ძირეული გათვალისწინება რაიმე რეკომენდაციის ვერ მოხდება. თუ კი ვინმეს აქვს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს, ჩვენ ამაზე მათ შორის მეც შეხვედრებზე მივუთითე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ვეტოს მექანიზმით და თუ კი ჩვენ რაიმე ისეთ რეკომენდაციას მოგცემენ, რომელზეც ჩვენს დავთანხმდებით და იქნება გასაზიარებელი, შეიძლება ამისი ვეტოს მექანიზმის გამოყენებით უზრუნველყოფას, მაგრამ ჩვენ რასაც საქმეც იმაშია, რომ სათქმელი არაფერი არ აქვს. სინამდვილეში იმდენად მარტივი და გასაგები კანონია, იმდენად მინიმალური არის ის ვალდებულებები, რომელიც ამ კანონპროექტში არის და ყველა სხვა კანონებისგან განსხვავებული, რომელიც არსებობს ამერიკაში აგენტების კანონი, იქნება ეს თუ დიდ ბრიტანეთში თუ საფრანგეთში თუ ევროკავშირის დირექტივა, ყველა ამ კანონთან შედარებით არის ყველაზე რბილი კანონპროექტი და კანონი და შესაბამისად აქ სათქმელიც კი არაფერი არ არის სინამდვილეში. ამიტომ ველოდებით, რა ვიცი, თუ რაიმე სათქმელი იქნება, ნახოთ ესეც იქნება საჯარო ჩვენი მოსახლეობისთვის, გაიგებს რა მოსაზრებები არის და რა შეიძლება შეთანხმება. აი ზოგადად შეაფასოთ როგორია პროვინციული ნარატივი და როგორია რეალობა სინამდვილეში და რას მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციისთვის. ზოგადად ეს არის მთელი პარადოქსი იმ დეზინფორმაციული საინფორმაციო შტურმისგან, რომელიც ქვეყნის გარედან არის თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც საუბარია თითქოს რაღაცა საფრთხე აქ ექნება ევროპულ მომავალ საქართველოსი და ასე შემდეგ.
სინამდვილეში ხომ ყველა ვიცით, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, ხო, გასაგებია ვიღაც უცხოელს გონია რომ შეიძლება რაღაცა მოგვატყუოს, მაგრამ ყველა აქ არ ცხოვრობთ. ყველას ჩვენი ასაკიდან გამომდინარე ხო გვახსოვს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია. ნული პროგრესი ნაციონალურ მოძრაობის დროს ევროკავშირთან ინტეგრაციის პირიქით იყო დაცილება ამ გზიდან და იყო აბსოლუტური ჩიხი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით. საქართველოს ედურ სანქციები, სხვა შორის ეხლა რომ საუბრობენ, საქართველოს დასანქცირებული ყავდა ევროპას და ამერიკას 2008 წლის ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის იარაღი მოეცათ და აღეჭურვათ ჩვენი ქვეყანა, დაგვასანქცირეს რუსეთის შემოჭრის შემდეგ და იარაღს არც კი გვაყიდებდნენ. და ამაზეც ისაუბრონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, როცა ამაზეა საუბარი, დასანქცირებული ყავდათ საქართველოს და იარაღს არ გვაყიდებდნენ 2013 წლამდე. მანამ სადამ ქართული ოცნება არ მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ ნული პროგრესი იყო ინტეგრაციის მხრივ, საქართველოს მიდიოდა მყარად, მყარდებოდა საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც თვალს უხუჭავდნენ იგივე ზუსტად დასავლელი ვაი მეგობრები, რომელიც სააკაშვილის მეგობრები აღმოჩნდნენ შემდეგ, თვალს უხუჭავდნენ წამებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ევროპისთვის ზურგის შექცევას. ეს ყველაფერი იყო ტოლერირებული მაშინდელი მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდან და 2012 წლის შემდეგ არის თუ კი რაიმე პროგრესი არის ამ გზაზე. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი ევროპასთან ინტეგრაციის განხორციელდა ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასოცირების შეთანხმება, ვიზა ლიბერალიზაცია, კონსტიტუციური გარანტიები, ყველაფერი აბსოლუტურად კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ. ერთადერთი ჩვენ რაც გვაფეხებს ახლა ეს არის უსამართლო გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან, რომ დღემდე საქართველოს არ აქვს გახსნილი მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომელსაც 10 თავით უსწრებს საქართველოს ყველა პარამეტრით, მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არის მოლაპარაკების გახსნა და საქართველოს მიმართ არა, მოლდოვას, რომელსაც საქართველოს 10 თავით უსწრებს ყველა პარამეტრებით და DST-ს წევრი ქვეყანა არის, თუ არ ვცდები დღემდე, მასთან არის მიღებული გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნა და საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ არ არის. ეს რა თქმა უნდა უსამართლობა არის. თუ კი რამე აფერხებს საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან, ეს არის თავად ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ამიტომ ჩვენი სინამდვილეში სიტუაცია ისე კი არ არის, როგორც უნდა ზოგიერთს მათ შორის უცხოელ აქტორს წარმოაჩინოს, რომ კარებები ღია არის და რაღაცნაირად საქართველოს ჭოჭმანობს სადღაცა შესვლაში. სინამდვილეში აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. ჩვენ ვამბობთ მიგვიღონ ნატოში და გვეუბნებიან უარს. ჩვენ ვამბობთ გაგვიხსნან მოლაპარაკებები და ჩაგრავენ ქართულ ხალხს, უხსნიან ქვეყნებს, რომელიც ჩამოგრჩებიან ჩვენ რამდენჯერმე და არ უხსნიან საქართველოს. ამიტომ ასე შემოbrunება და გადმობრალება ქართულ ხალხზე, რომ თითქოს ქართული ხალხი რაღაცაერთ აყოვნებს პროგრესს, ეს არის შორს სიმართლისგან. სინამდვილეში ჩვენ წლებია მოვითხოვთ, წლებია ვაკაკუნებთ ამ კარებზე და ამ კარებს წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღები არის ქართული ხალხის მიმართ. ყოველთვის შეიძლება ძალიან საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის საკონსულტაციო საბჭო ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება მარტივად ვაი რატომ გახდა ამ ცვლილებები? ეს საკონსულტაციო საბჭო, როგორც იცით, 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული და 2021 წელს იქნა შემოღებული საარჩევნო კოდექსში. მას შემდეგ მას არ ყოფილა ფუნქციონირებადი არასდროს, მათ შორის იმიტომ, რომ იდეა ამ საბჭოში იყო, რომ შეიძლება ყოფილიყო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო კომისიების მიერ განხილულ საჩივრების მონიტორინგს განახორციელებდნენ მოკლედ. და თავის დროზე ყველა უარი განაცხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომ შესულიყვნენ ამ საბჭოში და არც ფუნქციონირებდა, მათ შორის იმ მოტივით, რომ ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან თავად არიან ხოლმე მომჩივანები და შემდეგ მონიტორინგი, ამიტომ ეს უფუნქციო საბჭო იყო და ამიტომაც რომელიც არც არასდროს უმუშავია, მოკლედ 2021 წელს იქნა შემოღებული კანონში და არც არასდროს უმუშავია, ამიტომ ის რაც არ ფუნქციონირებს, ხდება მისი გაუქმება. ამ საერთოდ ესეთი დიდი შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს. მადლობა.